მონაწილეობისათვის და საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი პროექტი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სამინისტროებისა და ნორვეგიის სამეფოს წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატის ერთობლივი შეთანხმებით მიმდინარეობდა დასრულებულია. შედეგების პრეზენტაცია დღეს შედგა. თემის დეტალებით ენერგეტიკის სამინისტროს საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიზა თადუმაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, კალბატონ ლიზა, სამხრივი ურთიერთობის ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა საქართველოს ორ სამინისტროსა და ნორვეგიის ფონდს შორის, რა სამუშაო ჩატარდა ამ ხნის განმავლობაში, რომლის პრეზენტაციას უკვე დღეს შედგა? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ეს პროექტი დაიწყო 2013 წელს. დღეს აღვნიშნეთ ამ პროექტის წარმატებული დასრულება. ნორვეგიის სახელმწიფომ გამოყო 1.8 მილიონი ამ პროექტის განხორციელების მიზნით და ამ პროექტში იყო აქტიურად ჩართული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, გარემოს ეროვნული სააგენტო. რა თქმა უნდა, ინიცირებული ეს პროექტი იყო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ და ჩვენი მიზანი ამ პროექტის ინიცირებისათვის იყო ის, რომ ჩვენ ახალი ჰიდროელექტროსადგურების პროექტების იდენტიფიცირება გაგვეკეთებინა. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ ციფრული რუკა საქართველოს მდინარეების და სრულიად საქართველოს მასშტაბით, ანუ ხელახლა მოხდა შეფასება ჰიდროპოტენციალის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაკეთდა ნორვეგიის ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციის მიერ, რადგანაც ნორვეგია, როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში ჰიდრორესურსების ათვისების თვალსაზრისით არის ლიდერი ქვეყანა. მათი გენერაცია მოდის 98% ჰიდროელექტროსადგურებიდან. შესაბამისად, მათი გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია და ის წვლილი, რომელიც მათში აქვს ჩვენი ენერგეტიკის სექტორის. კალბატონ ლიზა, საინვესტიციო პროექტების დამუშავებისა და წარდგენისათვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული სამუშაოს ჩატარება? ანუ თქვენთვის უფრო გამარტივდება, ასე ვთქვათ, ინვესტორებთან საუბარი და შეთავაზებების გაკეთება მათთვის? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ საბოლოოდ მივიღეთ ციფრული რუკა საქართველოს მდინარეებისა, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის. ეს რუკა განთავსდება საქართველოს ოფიციალურ ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. აქ იქნება, ესე იგი, პროექტები იდენტიფიცირებული, როგორც ტექნიკური პარამეტრებით, ასევე სამშენებლო საინვესტიციო ხარჯებით. ანუ ინვესტორს შეუძლია ნახოს ნებისმიერ რეგიონში, ნებისმიერ მდინარეზე გარკვეული ნიშნული და ნიშნულამდე რა პროექტის განხორციელება შეუძლია და რა დაუჯდება ამ პროექტის აშენება. ეს არის წინარე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჰიდრორესურსების და საქართველოს მასშტაბით. კალბატონ ლიზა, მდინარეების ჩამონადენისა და მშენებლობის საჭირო, ასე ვთქვათ, ხარჯებთან გამოთვლებათან დაკავშირებით გამოიკვეთა პრიორიტეტული, ასე ვთქვათ, ჰიდროელექტროსადგურებით. შეგვიძლია რამდენიმე მათგანი ჩამოთვალოთ, რომელი ესენი? იცით როგორ არის, ეს არის კიდევ ერთხელ ამბობ, ანუ რაც კი მდინარე არსებობს საქართველოში, ყველა შეფასება მოხდა, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ორი რუკა. ერთი არის, სადაც დატანილი იქნება სრულიად პოტენციალი, ხოლო მეორე რუკა იქნება, სადაც იქნება უკვე გამოხშირული, სადღაც 32 ტერავატის პოტენციალი. აქ ახლა ინდივიდუალურად არ არის უკვე, ასე ვთქვათ, სახელები პროექტების. ეს შეუძლია ინვესტორს ნახოს, შეაფასოს და გადაწყვეტოს შემდეგი კვლევისთვის, შემდგომი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის და მშენებლობისთვის, რა სიდიდის, რა სიმძლავრის, რა საინვესტიციო ღირებულების პროექტის განხორციელება მისთვის მისაღებად. და ბოლო ჩემი შეკითხვა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ჰიდროპოტენციალის შესწავლა დასრულებულია თუ ეს არის პროცესი, რომელიც საჭიროებს გაგრძელებას და მუდმივ განახლებას? არა, რა თქმა უნდა, დასრულებული არ არის, უბრალოდ ხელახლა მოხდა შეფასება საქართველოს ჰიდროპოტენციალის იმ ქვეყნის დახმარებით, რომელიც არის ლიდერი ამ თვალსაზრისით, რომლის, ესე იგი, მიზანი იყო, რომ ჩვენ ხელახლა ისევ შეგვეფასებინა და გვენახებინა, ანუ ჩვენი ინვესტორებისთვის, ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის, რა პროექტები შეიძლება დამატებით შევთავაზოთ, იმიტომ რომ დრო და დრო ბოლო წლებში ჩვენ ამას დონორი ორგანიზაციების დახმარებით ვახორციელებდით და ხდებოდა ახალი პროექტების იდენტიფიცირება, ხოლო ამ პროექტმა მოგვცა სრულიად საქართველოს მასშტაბით, ასე ვთქვათ, გადაფასებული პოტენციალი. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ლიზა თადუმაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში ენერგეტიკის